ყირგიზეთში ირაკლი კობახიძესა და სადირ ჟაპაროვს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი. მათივე ცნობით შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ყირგიზეთის პარტნიორობაზე, სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. როგორც კობახიძემ თქვა, ისინი დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის განხორციელებას, რომელიც მისი თქმით რეგიონებს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს დონეზე ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის არასოდეს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მჭიდრო ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის. მოხარული ვართ, რომ ახლა შედგა ეს ვიზიტი, ჩვენ ასევე ყირგიზეთის პრეზიდენტი მოვიწვიეთ საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმავოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან. ყირგიზეთის სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ყირგიზეთის მაქსიმალურად ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით და ეს ქმნის რა თქმა უნდა ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის და ვეცდებით მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი. ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სადირ ჟაპაროვის თქმით, საქართველო ყირგიზეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია. პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში კი არის ისტორიული მოვლენა. როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა თქვა, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა განხილვების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. მისივე თქმით, ყაზახური მხარე დაინტერესებულია რომ განათლების, მეცნიერების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის სფეროებში გაცვლითი პროგრამები განხორციელდეს. მან ასევე ქართველ სპორტსმენებს მოუწოდა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მომთაბარე ხალხთა მე-6 მსოფლიო თამაშებში, რომლებიც ყირგიზეთის რესპუბლიკაში წელს გაიმართება. ყირგიზეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ მაკა ბოჭორიშვილი, პაატა სალია, მარიამ ქრივიშვილი და დავით სონღულაშვილი.